იტალიური პროდუქტის ექსპორტისთვის ყველაზე დიდი ბაზარია ევროკავშირის გარეთ. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის თქმით, მის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 2 წლის განმავლობაში ექსპორტის ზრდამ 15 მილიარდ ევროს გადააჭარბა. საინტერესოა რა მოხდება, თუ იტალიური პროდუქცია დონალდ ტრამპის ტარიფების სამიზნე გახდება? ეს კითხვა დაუსვეს მარკო სიმონს, რომელიც წარსულში 2 პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი იყო. იტალიურ პროდუქცია მას მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება. ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ დაახლოებით 70 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ. ეს დიდი ფულია. ტარიფები იტალიურ კომპანიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს შეუმცირებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიყიდით ნაკლებ ამერიკულ პროდუქტს, თუ ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს. ავეჯის წარმოებასთან და კვების ინდუსტრიასთან ერთად ღვინის ექსპორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელზეც ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს გავლენა ექნება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები იტალიური ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია. ჩვენ ვართ პალინის ქარხანაში, რომელიც ტრადიციული იტალიური ლიქიორის, ლიმონჩელოს წამყვანი მწარმოებელია. ყოველწლიურად აქ წარმოებული 3 მილიონი ლიტრი ლიქიორის 25% ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. გაერთიანება ფედერვინიმ, რომელიც 2000-ზე მეტ კომპანიას, ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორებს აერთიანებს, დაძაბულობის დეესკალაცია მოითხოვა, რათა თავიდან აიციონ სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი. მიკაელა პალინი არის პალინის საოჯახო ბიზნესისა და ფედერვინის პრეზიდენტი. მისმა ოჯახმა ბიზნესი 150 წლის წინ დააფუძნა. ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს, კერძოდ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. საუბარია საექსპორტოდ გამზადებული 2 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის დაახლოებით 30%-ზე. ამრიგად არსებობს რისკი, რომ შემოსავლის ნახევარი დავკარგოთ. ტრამპთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ჯორჯია მელონის ტარიფების თავიდან აცილება გაუჭირდება. კარგია, რომ იტალიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან პრივილეგირებული ურთიერთობა აქვს, მაგრამ ამას გავლენა არ ექნება პოტენციურ ტარიფებზე, რადგან ისინი დაწესდება ევროკავშირის საქონელზე და არა ცალკეულ ქვეყნებზე. იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამიტომ მოლაპარაკებები წარიმართება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არა ცალკეულ ქვეყნებთან. დააწესებს თუ არა ტარიფებს დონალდ ტრამპი ჯერჯერობით უცნობია.